მობილში ჩასხმული 5.30 და არ ვარ კმაყოფილი და მე დაუსიკითხო რომელი 5.30-ია და პასუხი იყო ესეთი რომ ანუ არ ვიცი ძმაო რა მნიშვნელობა 5.30-ია როგორ გეკადრებათ ბატონო 3.5.30 მაქვს არც მე არ ვიცი ხო თუ ზუსტად არ შეირჩა კოდით და ნომრით ესე ვთქვათ სხვანაირად პრობლემა იქნება. ანუ ფულს გან다იხე, ჩაასხა სხვა რაღაცას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მომხმარებელი მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის არანაირი ვალდებული ეს იცოდეს რა. ის მომხმარებელი თავის სამსახურში მუშაობს და თავის საქმეა. ყველა ხო. მოვედი და კი, მაგრამ ის სერვისი, სადაც მიდიხარ, მას უნდა კონდეს მაგის იცოდნა რა. მე იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეულწილად როგორც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვა ის დრო, როდესაც საქართველოში რაღაცა ლიცენზიების საკითხი დადგება, რაღაცა ცოდნის მიღების საკითხი დადგება, რაღაცა განათლების საკითხი დადგება. ხო იცი რაღაცა ანუ თოხი გადავაგდეთ, ეხლა მე ესეთი შანსი. ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ დილერშიპში ან სხვა ოფიციალურ სერვისში თუ განათლება ან ტექნიკური განათლება არ აქვს მიღებული კოლეჯს რასაც ვეძახითი და შენი ლიცენზია და საბუთები არ გაქვს ვერ იმუშაობ. ეხლა ნუ არალეგალურად კი არიან კატეგორიები ვინც მუშაობენ, მაგრამ მე ვსაუბრობ დაწყობილ დაალაგებულ ამერიკულ სისტემაში. ყველაფერს ცოდნას ითხოვენ, განათლებას ითხოვენ და შენც ეს უნდა იცოდე რა. თან რა ძალიან ადვილია ხა ცოდნას ათხოვ იმაში რაც უნდა იცოდე. ხო რა თქმა უნდა ის სიტყვაზე მაგალითად რომ დადგეს საქართველოში ის საკითხი რომ თქო ზეთის სერვისები მოდი ავიყვანოთ ეს ადამიანები ეს მომსახურე პერსონალი და მოდი გადავამზადოთ. ანუ სამწუხაროდ საქართველოში რაღაცა სიახლეებს, აი რა ცოდნას და განათლებას ეხება, ვიღებ ძალიან აი უხეშად. აი რა თმინდა მე ვიცი, მე რატო დავხარჯო მაგაზე დრო, ანუ მით უმეტეს როგორ ხო, მით უმეტეს აი მაგალითად რა მინდა რომ განახოთ. მე ესე მასწავლეს, მე ესე ვიცი და ვინც ამ ვიდეოს ნახავს და ჩემ ვიდეოში მე ვამბობ, ანუ ესე არის ნორმალური წესი რომ ვიმუშაოთ. ის მომეცის ბარომეტრიანი კუჩი. ეგრეთ წოდებული კარტერის ბოლტი. ეკომოდა რო უყენო. კი, ჩვენ ვაკეთებთ გადაჭერას აი ამ კონკრეტული ხელსაწყოთი. ძალიან ბევრი მომხმარებელი მოვიდა, უკაცრავად უხეში სიტყვებისთვის და ეს კარტერის ბოლტი აქ აი მოღლეტილი, შეჭმული, ბოლომდე შესული არ შეიძლება. ყველაფერს აქვს თავისი ბარი. ითიც